კაცებივით რომ გებრძოლოთ, ძაღლებივით არ ჩამოგახრჯობდნენო. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მეკობრე ქალის ამბავი. არაკანონიერ ურთიერთობაში გაჩენილს მამამისი ბიჭის ფორმით ნიღბავდა. ამ პერიოდიდანვე დაიწყო მისი გიჟური ხასიათის გამოვლინება, რაც იმ დროისთვის ქალისთვის წარმოუდგენლად მიიჩნეოდა, როგორიცაა დამხმარე ქალების დაჭრა ან სერიოზული დაზიანება. გათხოვდა, თუმცა თავგადასავლების წყურვილმა და ბობოქარმა სულმა ვერ გაუძლო და მეკობრეთა გემის კაპიტან კალიკო ჯეკთან ერთად გაიქცა. აქედან იწყება მისი მეკობრის ცხოვრება. დროში, როდესაც ქალის გემზე ყოფნაც აბის მომასწავლებლად ითვლებოდა, შეძლო და ეკიპაჟის წევრი გახდა. თავიდან ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ხანჯლით განგმირულებს წინააღმდეგობის ძალა აღარ რჩებოდათ. სხვა გემის წევრებს მაინც არ ეჩვენებოდა და მამაკაცის ტანსაცმელს იცვამდა თავდასხმისას. ეკიპაჟი მოგვიანებით დაემატათ მეორე ქალი მეკობრე, მერი რიდი და ერთად ქმნიდნენ იშვიათ ქალთა ძალას მეკობრეთა სამყაროში. ისტორიის ფურცლებს თავი დაამახსოვრეს როგორც ერთ-ერთი სასტიკი, მაგრამ ძალიან მამაცი მეკობრეები. როდესაც მათ გემს თავს დაესხნენ, მხოლოდ ეს ორი ქალი იბრძოდა თავგანწირვით. მაშინ როცა ეკიპაჟის წევრები მთვრალები იყვნენ ან შეეშინდათ. როდესაც დაიჭირეს ორსულობის მიზეზით ორივე გადაურჩა ჩამოხრჩობას. თუმცა კალიკო ჯეკს ამან ვერ უშველა. კალიკო ჯეკის საქციელით იმედგაცრუებულმა ანაბონიმ დილეგში გამოკეტილ სიკვდილმისჯილ სიყვარულს უთხრა. შენი აქ დანახვა მიჭირს, თუმცა კაცივით რომ გებრძოლა, ძაღლივით არ ჩამოგახრჯობდნენო.